Если у нас был тренд ключевой... Вы опять не понимаете, нам мир не нужен. Женя, это вам нужен мир. Мне нужен, да. А он всем нужен мир. Нет. Აი ვის არ უნდა მშვიდობა? აი ვინ არის ნამდვილი გლობალური ომის პარტია? აი ვინ ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს? თუმცა ზოგს ურჩევნია დაიჯეროს პესკოვის, პუტინის პრესდივნის, რომელიც ამტკიცებს. პუტინი მზადაა უმაღლესი რანგის შეხვედრა გამართოს ზელენსკისთან. ოღონდ ჯერ დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგს დაელოდებაო. აი დელეგაციები კი შესაძლოა მომავალ კვირაში ისევ სტამბოლში შეიკრიბნონ. ამ რაუნდზე მემორანდუმის ის პუნქტები უნდა განიხილონ, რაც კიევში და კრემლში მას შემდეგ შეადგინეს, რაც პუტინმა და ტრამპმა კვირის დასაწყისში ტელეფონზე ელაპარაკეს. დასავლეთის ლიდერებისგან წერილობით გარანტიას ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერების შესახებ, როგორც უკრაინაში მშვიდობის პირობას. რუსეთი ასევე ითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტს. დასავლეთის ზოგიერთი სანქციის მოხსნას. დასავლეთში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების საკითხის მოგვარებას და მათზე წვდომის აღდგენას. უკრაინაში რუსულენოვანთა უფლებების დაცვას. ასე გამოიყურება რუსული მემორანდუმი Reuters-ის ინფორმაციით, თუმცა თავად კრემლი დაზუსტებულ ცნობას საკუთარი მოთხოვნების შესახებ არ აქვეყნებს. მოსკოვის პოზიციაა, რომ თუ სტამბოლში შეხვედრა შედგა, იქ გახდება ცნობილი მათ მიერ შედგენილი დოკუმენტის შინაარსი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებს ამერიკული და ევროპული დელეგაციებიც დაესწრებიან. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პუტინის მიდგომა მარტივია. Необходимо, чтобы сама Украина признала российский статус оккупированных территорий. აუცილებელია, რომ უკრაინამ თვითონ აღიაროს რუსეთის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უარი თქვას ნატოში გაწევრებაზე, უარი თქვას ევროკავშირზე, გაერთიანდეს სამოკავშირეო სახელმწიფოში რუსეთთან და ბელორუსთან ერთად და მერე იტყვიან, აი, ხომ ვამბობდით, იქ ბევრი რუსულენოვანი ცხოვრობს და იმათ სულ სხვა რამე უნდოდათ. ყველაფერი ზელენსკის ბრალია. გუშინ კიევს ეწვია ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. ის პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრია და უკრაინის დედაქალაქში კონკრეტული გზავნილით ჩავიდა. მომავალ კვირაში სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა დაანონსა. მე ველოდები, რომ სენატი მომავალ კვირას სანქციების შესახებ კანონმდებლობას განიხილავს. წარმომადგენელთა პალატაში არიან წევრები, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ და თქვენ ნახავთ კონგრესის ნაბიჯებს, როდესაც სენატი დაიწყებს მოქმედებას. თქვენ მეც გაიგებთ პრეზიდენტ ტრამპისგანაც. ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს, რაც იმედს მაძლევს, რომ რუსეთი დაინტერესებულია მშვიდობით. ჩვენ ვაპირებთ რუსეთისთვის თამაშის წესების შეცვლას. თამაში, რომელსაც პუტინი თამაშობს, მალე შეიცვლება. როდესაც საქმე ეხება სანქციებს, ის მიიღებს ძლიერ დარტყმას შეერთებული შტატებისგან. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის პასუხი იქნება ნათელი და ცალსახა. 500%-იანი ტარიფები ყველასთვის, ვინც რუსეთის ნავთობს, გაზს ან ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. 500%-იანი ტარიფი დაუწესდება ინდოეთს და ჩინეთს, რომელიც რუსეთისგან ამ პროდუქციის 70%-ს ყიდულობს. ძალიან მოხარული ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისგან. მათ მოგვიწოდეს, რომ მივიღოთ სანქციების შესახებ ეს კანონპროექტი. უკრაინელ ხალხს მინდა ვუთხრა, ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით, რადგან თქვენი გამოწვევა ჩვენი გამოწვევაა. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის სისხლიანი, სასტიკი თავდასხმის შეჩერება, რადგან სხვა შემთხვევაში პუტინი გააგრძელებს მოქმედებას. კიევის ეს დაბომბვა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მალევე მოხდა. შესაძლოა კრემლის ასეთმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ამერიკის პრეზიდენტის რეაქციაც, სადაც მან პუტინის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა მკაფიო და არანორმატიული ლექსიკა. მე არ ვარ ბედნიერი იმით, რასაც პუტინი აკეთებს. ის ხოცავს ათასობით ადამიანს და არ ვიცი რა ჯანდაბა დაემართა პუტინს. დიდი ხანია ვიცნობ მას. კარგი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ უშვებს რაკეტებს ქალაქებისკენ და ხალხს ხოცავს და მე ეს არ მომწონს. შუა მოლაპარაკებებში ვართ და ის ბომბავს კიევს და სხვა ქალაქებს და ეს საერთოდ არ მომწონს. პუტინს რაღაც შესაძლოა დიდი ხნის წინ დაემართა. ბოლო წლებში ნამდვილად არაფერი შეცვლილა და ეს თავად რუსებმა ყველაზე კარგად იციან.
с Путиным действительно что-то случилось, но лет так 30-40 тому назад. პუტინს მართლა დაემართა რაღაცა, მაგრამ ასე 30-40 წლის წინ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ეთყობა ტრამპი ამას გვიან მიხვდა. იმიტომ რომ ბოლო წლებში პუტინს ისეთი არაფერი დამართნია, რაც მანამდე არ სჭირდა. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს ილუზია ჰქონდა, რომ ნებისმიერ ადამიანს თავს მოახვევდა საკუთარ პოზიციას. უბრალოდ თუ გაუღიმებდა მას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, გაუღიმებ თუ არა, არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, ორივე მხარემ ერთმანეთს ისეთი წინადადებები შესთავაზეს, რომ მისაღები არ იყო. ორივე მხარემ ჩათვალა, რომ თუ გაიღიმებდნენ, მეორე გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც მანამდე არ აპირებდა. ეს არ მოხდა. ამიტომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ჩიხშია და ომი გაგრძელდება. Предложения друг другу, которые были. ტრამპის კრიტიკული პოზიცია პუტინის მიმართ მხოლოდ ერთი კომენტარით არ შემოიფარგლა და მან პუტინით იმედგაცრუება კიდევ გაიმეორა. I have gotten to see things that I was very ნახე ისეთი რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტები სრულად კიევსა და მსგავს ქალაქებში მოლაპარაკებების დროს, რომელიც ჩემი აზრით დასასრულს უახლოვდებოდა. ჩვენ პრობლემის მოგვარებას ვაპირებდით და შემდეგ უეცრად რაკეტები რამდენიმე ქალაქში ისროლეს და ხალხი დაიღუპა. ისეთი რამ ნახე, რამაც გამაკვირვა. და მე არ მიყვარს, როდესაც მაკვირვებენ. ამიტომ ამ ხრივ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მინდა რომ ეს დასრულდეს. კვირაში 5,000 ადამიანი იღუპება. ძირითადად ჯარისკაცები. ასევე მთელი უკრაინის პატარა ქალაქებსა და დაბებში მცხოვრები ადამიანები. მინდა რომ ეს შეწყდეს. 5,000 people a week. Первым политиком, который заметил, что с Путиным происходит что-то не то, была бывший федеральный канцлер Германии Ангела Меркель. პირველი პოლიტიკოსი, ვინც პირველად თქვა, რომ პუტინს რაღაც სჭირს, იყო გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი, ვინც ყირიმის კრიზისის დღეებში ობამას უთხრა, რომ პუტინს რაღაც დაემართა. როგორც ჩანს, ის ჩვენს ხარეს აღარაა. ასე რომ პუტინი რომ ვერაა, ეს სიახლე არაა და ეს მის მთელს პოლიტიკურ კარიერას მოიცავს. მაგრამ მე მესმის ტრამპის ემოციურობის. ის ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინი წყლიდან მშრალი გამოვიდეს. მეტიც შეუძლია, არც კი შეწყვიტოს ეს ომი. ოღონდ ისე გააგრძელოს, რომ დიდი დანაკარგები არ მიაყენოს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. მაგრამ არა, პუტინი ტრამპს ელაპარაკა და მერე ადგა და ისეთი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე, რომელმაც მშვიდობის მოქალაქეები იმსხვერპლა. ამ ყველაფრით კი უკვე ძალიან აშკარად ჩანს, რომ პუტინი ტრამპს უბრალოდ დასცინის. სანამ ტრამპი საბოლოოდ გაანალიზებს, რომ სხვებიც ხედავენ თუ როგორ დასცინის მას პუტინი, ფრაუ მერკელისგან განსხვავებით გერმანიის ახალი კანცლერი არაა პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილი. ერთ-ერთი პირველი ლიდერი, ვინც ფრიდრიხ მერცმა ბერლინში მიიღო, ვოლოდიმერ ზელენსკია. ამ ვიზიტისას ცნობილი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი გერმანული პირდაპირი ინვესტიცია უკრაინულ სამხედრო წარმოებაში, რაც ძირითადად შორსმოქმედი რაკეტების და დრონების წარმოებაზე დაიხარჯება. ამასთან ითქვა, რომ საჯაროდ ცნობილი არ გახდება, როდის და რა რაოდენობის ტაურუსების რაკეტებს გადასცემს ბერლინი კიევს. Дати нашим людям більше. უკრაინა მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის არანაირი პირობა არ უნდა იყოს. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს შეძლების და გვარად სწრაფად. ნებისმიერი აგრესიული ომის საწყისი მიზეზი არის ხალხის მკვლელობის და სიცოცხლის განადგურების სურვილი. რუსეთმა ამ სურვილზე უარი უნდა თქვას, ამისთვის საჭიროა რუსეთზე ზეწოლა. მის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა. მოსკოვისთვის ომის გაჭიანურება მტკივნეული უნდა გახდეს. Der Taurus erfordert eine რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის სფეროს წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მეც თქვი, რომ ტაურუსი საჭიროებს რამდენიმე თვიან შესწავლას სამხედროებისთვის უკრაინაში და თუ მას მივაწვდით 9 წლის ან 1 წლის შემდეგ, ეს უკრაინას დღეს არაფერში წაადგება. სწორედ ამიტომ ვაუმჯობესებთ ჩვენ სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისთვის. ასევე გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ვიწყებთ ახალ თანამშრომლობას. ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე ძლიერად რეაგირებს, აჩვენებს, რომ რუსეთის პროვოცირებასაც ახდენს იმოქმედოს. მე ვეუბნები რუსეთს, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული ომის დასრულება. თუ იარაღს დაადუმებენ, ომი დღესვე შეწყდება. ამის გასაღები მოსკოვშია. გერმანიის კანცლერი ლავროვის ამ რეაქციაზე საუბრობს. Прямое вовлечение в войну уже очевидно. ომში პირდაპირი ჩარევა აშკარა. გერმანია იმ დაბლობზე მიექანება, რომელზეც გასულ საუკუნეში უკვე დაენაცხა. მედია ამ ქვეყნის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები შეაჩერებენ ამ კრახს. რატომ აღშფოთდა ასე ლავროვი და რატომ არიან ამდენად მტკიცედ დასავლეთ ევროპის ლიდერები უკრაინის დახმარების საკითხში? შესაძლოა პარიზში, ბერლინში და ლონდონში საბოლოოდ გააცნობიერეს ის, რაც ვარშავაში და ბალტიის დედაქალაქებში დიდი ხანია გაცნობიერებული აქვთ.
мышление о том, что Россия и так имеет общие границы со странами НАТО, они на самом деле беспочвенны. იმის მტკიცება, რომ რუსეთს ისედაც აქვს საერთო საზღვარი ნატოსთან რეალურია, თუმცა არარელევანტური. ეს საზღვრებია ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ფინეთი, ცოტა ნორვეგია და კალინინგრადი. მაგრამ ეს ჩრდილოეთ ევროპაა. მთელი პრობლემა იმაშია, თუ კი რუსეთი დაემუქრება ევროპის ცენტრს. ამისთვის უკრაინის ტერიტორიის გავლაა საჭირო. ამიტომ ლვივში და კარპატებში თუ კი დგას რუსული არმია, ან არმია, რომელიც რუსეთს ემორჩილება, მაშინ ეს პირდაპირ საფრთხეა პოლონეთისთვის, უნგრეთისთვის, რუმინეთისთვის და სლოვაკეთისთვის. აქედან კი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთი ნაბიჯია. ამ გეოგრაფიულ მოცემულობასთან ერთად არის კიდევ ერთი გარემოება, რაც შესაძლოა უბიძგებდეს მოქმედებისკენ დასავლეთ ევროპელ ლიდერებს. Рейтинг ультраправых политических сил в Европе стал расти как на дрожжах. ევროპაში ულტრამემარჯვენე პოზიციების პოპულარიზაცია დაიწყო სირიის კრიზისის და მიგრანტების პრობლემის ნანგრევებზე. პუტინი მიზანმიმართულად ბომბავდა ალეპოს, ეხმარებოდა ასადს, რომ ძალაუფლებაში დარჩენილიყო. ეს აუცილებელი იყო დევნილების დიდი ნაკადის შესაქმნელად, ვინც ევროპაში მიგრირებდნენ. ამასთან ეს მიგრანტები გახდნენ კარგი საშუალება ევროპაში ანტისემიტური აქტივობების და ჰამასის მხარდამჭერი აქციების გასამართად. ეს პუტინის ორმაგი წარმატებული თამაში იყო და თუ კი ახლა პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპელი ხალხების შიშზე ზუსტად ეს ულტრამემარჯვენეები, ან ულტრამემარცხენეები მოითხოვენ ხელს და ევროპას კიდევ ერთხელ გადაუვლის პოპულიზმის ტალღა. ულტრამემარჯვენეების მარი ლე-პენის სახით ხელისუფლებაში მოსვლასთან ძალიან ახლოს იყო საფრანგეთი. თუმცა მაშინ მაკრონმა ძალაუფლება შეინარჩუნა. ახლა კი მის აღმოსავლურ ტურნეში აქცენტს რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკული ჩართულობის მნიშვნელობაზე აკეთებს. On peut pas dire dans la journée par რაც ახლა უკრაინაში ხდება მიუღებელი და უკიდურესად სერიოზულია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ განვიხილოთ და დავბომბოთ. ეს ორმაგი საუბარი აჩვენებს შემდგარი დისკუსიების არაავთენტურობას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, რომ მზადაა მშვიდობისთვის, სინამდვილეში მოატყუა. ბოლო საათებში კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სიბრაზე გამოხატა. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მოთმენა აღარ შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ახლა ეს მოქმედებაში გადაიზრდება. ევროპა მიესალმება შეერთებული შტატების სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ დღეს აუცილებელია გქონდეს საშუალება იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობა ვაიძულოთ. საჭიროა კონკრეტული ვადა პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ ცეცხლი შეწყვიტოს. ამ ვადის ამოწურვას კი მოყვება მასობრივი საპასუხო ზომები. მომავალ კვირაში შედგება თუ არა შეხვედრა სტამბულში, ამის მიუხედავად, რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს პერიოდში მშვიდობის მიღწევას სკეპტიკურად უყურებს. Это чисто такой театральный или даже цирковой. ეს ყველაფერი თეატრალური, უпростоრად საცირკო წარმოდგენაა. შეხვედრები ჟენევაში იქნება თუ სტამბულში, ეს არაფერს მოიტანს. ეს ჰაერის ტყუილი გამოყენებაა, თუმცა რუსეთს აძლევს საშუალებას დაუჯელად გააგრძელოს უკრაინის დაბომბვა. აი ვაშინგტონს კი აძლევს საშუალებას გადადოს რაიმე სახის რეალური მოქმედება. მხოლოდ ეს შედეგი მოაქვს ამ მოლაპარაკებებს. ეს სიტყვები ცარიელი ადგილია, თუმცა ვეთანხმები ტრამპს, რომ არა პირადად ის, მაშინ გაგრძელდებოდა და გაძლიერდებოდა კიდეც ზეწოლა პუტინზე, მით უფრო და დასავლეთ ევროპა სულ უფრო მეტ მზადყოფნას გამოხატავს ამისთვის. სანამ უკრაინა მის დასავლელ პარტნიორებთან ერთად სრულ მზადყოფნას აჩვენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რუსეთმა სუმში ახალი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამ დროისთვის ისინი 4 სოფელში არიან შესულები, თუმცა წინსვლა ნელია და დიდი დანაკარგებით. უკრაინელები კი აღმოსავლეთ ფრონტზე ხარკივიდან ზაპოროჟიემდე ახალ თავდაცვის ზღუდეებს აშენებენ, ახალი რუსული საზაფხულო შეტევის მოსაგერიებლად.